გამშვიდეთ კაცო, არა მიწის ძვრა. ნიუტონი ფიქრობს უბრალოდ. ვუი, გამისკდა გული. მოხვედით? აია, წამოხის სახში ავიდეთ და მოვცხოთ, მაგრად ვიღადავებთ. რაც ჩემი სიძე ხარ, სულ ერთხელ იყიდე რაღაც. ერთხელ. და ეგეც მაგიდა კი არა ჟირაფია. ავანგარდული მაგიდა. ეროტიული ქროსვორდების გარდა რომ სხვა რაღაცებსაც ყიდულობდე, გეცოდინებოდა. ერთი ქათმების ფერმა ჰქონდა და ეგეც პოლიკას მიყიდე, რომ აღებული ფულით დაგელია მერე. რა გულის ამრევად ძიხარ, წელში მაინც გასწორდი. სახამოს გავსწორდები წელში, მე და შენი შვილი რო საძინებელში ავალთ. საღოლ მამა. ჩაიხვია შენი შვილი. შემთხვევით დააორსულე და მაგიტო ხართ ერთად. ხო არ გონია მართლა ევასები. შემთხვევით კი? ეგრე შემთხვევით გაგაჯმევინებ შენ სამსახლიდან. რა თქვი? ეკოთ რა, ამოვიდა ყელში თქვენი ეგოების ჭახაჭუხი. ორივე ჩემთან დადიხართ ფულის სათხოვნელად. ამ ოჯახში კაცი ვარ მე. შენ შეიძლება კაცი ხარ, მაგრამ ამ ოჯახში პიტალო არის მამა შენი. ყვილი შეკავებას რომ შეძლებ პიტალოს ხვებს მერე დაუძახე. ყოველ შენ გადახრაზე ვიღაცა პოლიციაში რეკავს, საიდანღაც გაზიჟონავსო. პოლიკ, დროზე, პაჭოსთან წამოდი. კაიგაიოს დამშვიდი. რატო ხარაც უდრუკებული? ბიჭო, რაღაც კარტები დაითრია, სასწაული რამეა, უნდა ნახო. რა? კარტები? ეგ პარტახი, წამოწავიდეთ. სალამი შარქებო, მე კობა ვარ, ეს ქეშქეშა და თქვენთან გასაოცარი იდეით ვართ მოსულები. და დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ინვესტორებიც გახდებით. ნამდვილად ასეა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ჩავყაროთ. რა ჩავყაროთ? ისა რა, პრეზენტაციაზე გადადი. ისა, ბატონო გივია. მოდი ასე გითხავთ. ჩაყრის წინ, რა პრობლემას აწყდებით ხოლმე? მოდი ასე გეტყვი რა, მე მაგ რაღაცას არ მოვიხმარ. რას ამბობ? რა საინტერესოა? დაბარა ჩალიჩობთ. აი ხა გეტყვი რა. დგები დილის 3:15 აკლია. ან გაღვიძებიდან 17 წუთი მივშტერები ვარ ჭერს. ძალიან საინტერესოა. იქნებ გაგვაცნოთ თქვენი პროდუქტი. დიახ, გინახავთ ტიპები, რომლებიც სათითით დადიან აქეთ-იქით? ეგრევე ფიქრობ, რომ ამას ჩაყრა ევასება. და იცით ასეთი ადამიანები რამდენია? სწორედ ამიტომ იმ დღეს მე და ქეშქეშამ ჩავყარეთ და მაგარი იდეა მოგვივიდა. წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს. სათითის შემცვლელი. სათითის შემცვლელი, სულაც არ გავს სათითეს. ის უფრო რაღაც ნაწილს წააგავს სანტექნიკიდან. მაგრამ თუ დაატრიალებ, უცებ სათითეთ გადაიქცევა. კაციშვილი ვერ გაიგებს, რომ სათითე დაგაქვს. ეს იდეა რომ ჩაყარეთ, მერე მოგივიდათ ხომ? როგორც ჩანს, ახალი ამბავი არ იცით. თქვენი ბიზნესი კრახისთვისაა განწირული, რადგან ჩვენი ქალაქის ახალმა მერმა გუშინ ეგ თქვენი ბალახეული არალეგალურად გამოაცხადა. ანუ ვეღარ ჩაყრით და თუ ვეღარ ჩაყრით, ვერც სათითის შემცვლელებს გაყიდით. რა? ეგ არაფერი, კობას რეალობის манипуляცია შეუძლია. უცებ დამაკანონებთ. ქეშქეშ, რაც გავქრი იმის მერე რაღაცები ცოტა სხვანაირადაა. მოიცა, ანუ დაგვენძრა? დაგვერხა. აქ რა გინდა დითაო? რა ხდება პარტახო? რაღაც კარტები დაუთრევიაო, მანახე ერთი აბა. ვა, მოიცა. და შენ ვინ დაგპატიჟა? მოუსვი აქედან. ბაჭო, ყველამ შვენივრად ვიცით. აი გაიოზით დაგიდასტურებს აგერ. პატარა რომ მიყავი, ტრაქში ქვიშაში გეყარა და მაგის გამო ახლა შიგნით რომ არ მიშვებ. ვაფშე არ მჭირდება ეგ შენი რაღაცა კარტია თუ რაცა. მაგრად მკიდია ძმაო. ხო? კაი, ეგრეა ნამდვილად. ვა, სერიოზულად დამეთანხმე? კი, ტრაქში ქვიშა მაქვს შეყრილი. აუ რა მაგარი კარტი ვითრია იცი? ხო, რა კარტია აბა? ბიჭო, აი მეგობრებმა უნდა ითამაშოთ რა ერთად. პროსტა ისეთი ღადაობაა სიცილისგან ცუდად გახდის. ვა, ღადაობ? არა მართლა, საუკეთესო რამეა რაც მინახავს. გინდა შენც თამაში? კი, მინდა. მაგრად გინდა თუ ისე რა? მაგრად მინდა. შეპარტახო, გააღე კარები. აი რატო არ მევასება? გაიოზაგე პანჯარა, წამოიქიდან უთალთვალოთ. ვინ იყო? პოლიკა ვინ იქნებოდა? თამაში მოუნდა ბიჭს. მერე არ შემოვიშვი. ბიჭო, რამდენი ხანია მთელ ქალაქში დადის და ყველას ეუბნება, რომ ტრაქში ქვიშა მაქვს შეყრილი. რავალდებული ვარ შემოვუშვა. ახლაც ნახე პანჯარასთან როა ჩასატკავებული. არ შევიმჩნიო, თვითონ არ ვიცით რომ გვიყურებენ. თამაში მოვსხოთ და უფრო მოვანდომოთ. ბაზარი არა.
კაი, მოკლედ თამაში ასეა. ხო ვიცით უკვე ეგ. პოლიკა მარიცის. რაც უფრო მეტად გაერკვევა იმაში თუ რას თამაშობ, მით უფრო მოუნდება. მოკლედ, კარტში არის კითხვები და პასუხები. ერთი ტიპი კითხვებიდან იღებს ერთ კარტს და კითხულობს. დანარჩენებს პასუხები დაგირიგდებათ და უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება სასაცილო პასუხები გამოგივიდეთ. რა ვიცი, აბა, ჯერ ვერ გადავირიე. ამის გამო ატყდა ერთი ამბავი? უყურე. მოდი მსაჯული მე ვიქნები ამ ხელში. მოკლედ, კითხვა. ატეხილი ვარ და მოგწერე. პრობლემა ხომ არ არის? არა, ძმა, გეშლება, მე მალიარი ვარ. კაი, მაუგლი. ატეხილი ვარ და მოგწერე, პრობლემა ხომ არ არის? მამა, 7 წელია არ მინახი ხარ, როგორ ხარ მენატრები? ჭახან შენი ჯერია. ატეხილი ვარ და მოგწერე, პრობლემა ხომ არ არის? არა, უშავს იდეალური არავინაა. აი, მაგალითად შენ ხარ. ხო, არ ხადაობ. ჭახანა მოიგო ეს პარტია. ახლა შენ უნდა დადო კითხვა. კაი, დაიცა. გასწორა გუშინდელმა დეითმა, მაგრამ უეჭველი ვიცი რომ შენ გააკუე. გამარჯობა, გონი ნომერი შეგეშალა. მე კურიერი ვარ, აი გუში რო კიტრი და ვაზელინი ამოგიტანე. ბაჭო შენი ჯერია. გასწორა გუშინდელმა დეითმა, მაგრამ უეჭველი ვიცი რომ შენ გააკუე. ახლა ხანს ჩავიჯვი, მოგწერ ცოტა ხანში. ეს პარტახი, სად დაითრია ეს კარტები, ბიჭო? ბიჭო, როგორც მახსოვს, ვიღაც ჩათლახებისგან ვიყიდეო. ჩათლახების მეც რას ვიცნობ? აგერ ერთ-ერთი მე ვარ. უფრო კონკრეტული პასუხები მჭირდება გაიოს. არა, ბიჭო, ეგრე ქვია კომპანიას. რა, კაცო, ჩათლახი? ხო. კაი, პირველ რიგში პაჭოზე მილიონჯერ უკეთესი ხის სახლი უნდა ავაგოთ და ეგ ჩათლახი კარტიც ვითრიოთ. ეგ ხა მაკლია, პაჭო, ჩემზე უფრო ხოდიანი თემა კონდეს. ამას ასე არ დავტოვებ? სად არის ამდენ ხანს? რა ვიცი, მე დაურეკე, კაცო. ისე იცოდი რომ ზარმაცა იმდენად ზარმაცი არსებაა, რომ სავსე კუჭითაც შეიძლება მოკვდეს? ზუსტად ეგ მჭირს მათემატიკის გაკვეთილებზე მე. ყველაფერზე ვიცი პასუხი, უბრალოდ ხელის აწევა მეზარება. ბავშვი ზარმაცები ხიდან იმიტომ ვარდებიან, რომ ტოტების მაგივრად საკუთარ ხელს ეჭიდებიან. აჰა. მირაში ერთხელ ისაქმებენ ზარმაცები. თან მაგ დროს ხიდან ჩამოდიან, სადაც იდეაში ყველაზე დაცულები არიან. რო ქვემოთ რაღაც რიტუალისტურ ადგილას მოისაქმონ. მეცნიერები აზრი არ არიან, რატომ შვებიან მაგას. აჰა. ისე კუს რომ საკუთარი ტრაკიდან შეუძლია ისუნთქოს, იცოდი? აღარ მოვა ის კაცი. რა სისულელებს მებაზრები, რა კუს უნთქავს ტრაკიდან. სხვათა შორის ასეთი რაღაცები ბევრს აინტერესებს. ხო და TikTok-ი გააკეთე და იგი ბაზრეთ დაინტერესებულმა პირებმა. გამარჯობა გენაცვალე. როსტომა შენ ხარ? ხის სახლზე რომ დაგირეკეთ. მე ხის სახლების მეტი რა მიკეთებია ძმაო, როგორც ჩემი ხუთი თითი ისე ვიცი ეგ საქმე. მეძვირე ხო არ ხარ? მე ძმაო, აი ტაპიკს არ დაგიმატებ, რაც იქნება საკიდელი და ხელობა, ეგ არის. კაი, აბა, წამო ხეს განახებ, სადაც უნდა ავაშენოთ. აი ამ ხეზე მინდა რო ავაშენოთ რა. ხეს დედაქვს მოტყული, ხეს დედაქვს მოტყული ძმაო. მე რომ ცოდნოდა ძმაო აქ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა, ვაფშე არ მოკიდებდი ხეს ძმაო. ეს ხე ვაფშე ამოსათხრელია და თავიდანაა დასადგამი. აქ რო რამე გავაკეთოთ ჩვენ, ხვალ ისევ ჩამოინგრევა და თავიდან იქნება დასაკეთებელი. აი აქ უნდა დაგაჯვა. არა, გაჯი, რა თუნდა მან ძმა. არა, შენ ვერ გამიგე. აი აქ უნდა დაგაჯვა მეთქი. შენ ბიჭო ვისაბოლებ. პოლიკ, მოჟრაჟი არ გინდა. პრინციპში ისეთიც არაფერი არა ახლა რომ ვუყურებ. უფასოდ გაგიკეთ, მე ამაში ზოგადად ფულს არც ვიღებ. ვალტოს. აი ბიჭო, ხელობა ზოგადად ძალიან დაზაბაზებელი პროფესია. აზროვნებასაც მოითხოვს, გემოვნებასაც. და აი, ასეთი როჟები იმენა, თელ პროფესიას ულახავენ სახელს, რატო არ ინძრევა, ხო არ მოკვდა? არა და ჩემს მას რო ვეუბნებოდი გავაქირავოთ ეს სახლი თქო. არაო, არ მინდაო, მანდო ვინ იქირავებსო? მაგერ თქვენ პირველი სტუმრები ხართ. ხა? გობა, რამ გადაგრია ბიჭო, აქ რა გვინდა?
კეშ, შენ ვერ ხვდები. სანამ ჩაყრას დავიწყებდით, არ გახსოვს როგორი ვიყავი. იმიტომ შევიცვალე რომ ბალახი ამაზრებს თრგუნავს. ახლა კიდე იმდენი ხანი არ ჩამიყრია, არ ვიცი რა მოხდება. ხო, მარა, აქ რა გვინდა შეჩემა? უნდა გავიხიზნოთ, ბიჭო. გონება ცოტა ხნით ყველაფერს მოვაშოროთ. აქ სულ ასეთი ამინდია ძია კაცო? არა, რას ამბობ? ტარტარახანებში საუკეთესო ამინდი გვაქვს. რა შვება როსტომა? დაიწყო მუშაობა. კი, მუშაობს. დაუბრუნდა ხელში მგრძნობელობა, ანუ? კი, დაუბრუნდა უბრალოდ ვოლტუსის შეუცვამ შარვალი გამოუწვა ტრაქთან და აშკარად ვერ ხვდება. ტრაკად მოგდებული მუშაობს? ხო. აი, მაშინ მეორე ამბავს მივხედოთ ახლა. კარტი გვაქვს დასათრევი და მაგათი ინსტაგრამიც გავაძრე. ვისი ჩათლახის? არა, ტრამპის. ჩათლახების, ხო? დაიცა მივწერო აბა. გამარჯობა. ის კარტი მინდა პაჭოს რომ მიყიდეთ. გამარჯობა, პაჭო ვინ არის? გამოჩენილი ქართველი კლოუნი. რაღაცა კარტი აქვს თქვენგანი ყიდა უეჭველი. ალბათ ჩათლახი დიალოგი გინდათ. ხო რა, ალბათ ეგ. რავი, კიდია რამე? საარშიყოც გვაქვს. რაღაცა საარშიყო კარტები გვაქვსო, ბიჭო. საარშიყო? ნაშების პონჩი? არ ვიცი, შეიძლება მოყვება ეგენი? კითხი აბა. საარშიყო ანუ ნაშების პონჩი? კი, რატომაც არა. იმენა ნაშებთან ერთად სათამაშოა რა. და ნაშები მოყვება? არა, ნაშები თქვენ უნდა აგდოთ. და რომ დავამატოთ თანხა, მაინც არ მოყვება ნაშები? მაქსიმუმ ვეცადოთ რომ ვინმე ნაშა კურიერს გამოვატანოთ. რაღაცას გვაბოლებენ ესენი ძმა. რატო? ნაშა კურიერი გინახავს სადმე? რავი, რას გაიგებ? მაგათ ხო უმეტესად ჩაფუტები უკეთიათ. ხო, ეგეცაა მომენტი. კაი, დაიცა. კარგი. დღეს შეძლებთ მოტანას? აუ, დღეს ვერა, ეზარება ჩვენ ჩათლახ კურიერს. მაშინ ხვალ დილის 9-ზე? რა იყო ხაშია? ამათ აშკარა ცოტა თვალში ვეპატარავებით, რატო? ვიღატავებია მგონი. ესე იგი ეგრე უნდათ, არა? ახლა გავარკვიოთ ამათი საწყობი სად არის და მოვიპაროთ. აი. მოვედით. ისაა საწყობი? ხო. და რანაირად გაიგე რომ აქ იყო? ჩემი წყაროები მაქვს მე. წყარო? დინარეები იყიდე? აიო, ხანდახან იმდენად დებილი ხარ, აქამდე ცოცხალი როგორ გადარჩი ვერ ვიგებ. ჩემი წყარო ანუ ინფორმაციის მომწოდებელი. დინარე რანაირად გაწვდეს ინფორმაციას? გაიოს. შეწყვიტი აზროვნება, თორემ გესვრი გეფიცები. ეგ რაებია? ეს ხმა ჩაიგდებია. ჩემმა წყარომ მითხრა, რომ მაღაზიაში მისვლას ჯობდა საწყობი გამექურდა. მაღაზიაში სიგნალიზაცია უყენიათო. საწყობში არა. და არავინ არ იცავს აქაურობას? კი მითხრა რევაზამ რომ დაცვა ყავთო, საკმაოდ საშიშიო. ხო და იარაღები მაგიტო წამოვიღე ზუსტად. რევაზამ? შენი წყარო ბაბუა შენია? გაიოს დამშვიდი. მოკლედ მე შევალ. შენ აქ დარჩი და თუ რამე საეჭვო შენიშნავ სიგნალი მომეცი. მოიცა რა სიგნალი მაღაზი არ შევთანხმდეთ? მოკლედ თუ პოლიცია გამოჩნდება, ეგრევე შარვალი გაიხადე და საკუთარ ტრაქზე ატყაპუნე ხელი. რა? ხო, თან კარგად უნდა ატყაპუნო, ეკო უნდა გავარდეს რომ შიგნითაც მომწდეს მე ხმა. ბიჭო, რამე ინდაურის ხმა რომ გავაკეთო, აი ჩემი იდეა ჯობდა. რანაირად ჯობდა? ჯობდა რომ გეუბნები. შევედი მე ნუ მაყვირებ, ვინმე ხმა არ გაიგოს. და პოლიცია თუ გამოჩნდა შენი ტრაკი არ დაინდოიცოდე. აი ხო. დებილი ვარ ისე. არ ჯობდა მე გარეთ დავჭენილი ყავი და აქ აიოზი შემომიშვა. თან რევაზამ დაიდაცვა ყავთო ბაგათო. მერე შედერი საბა, ვერანაირ დაცვას მე აქ ვერ ხედავ ძმაო. ესე იგი დღეს ეზარებოდა ჩათლახ კურიერს მოტანა ხო? აგერს არ შიყო კარტები. ესენი რაებია ჩათლახი დიალოგები. ვაფშე ყველაფერს გავზიდავ ძმა. ვინი? ვიღაცას გავამელოდებ. თმები დღლეზია. ვა, ელიგაციე. ამტოვა. ელიგაციებეთი. მართლა სერიოზული დაცვა ყოლიათ. მაგრამ საარშიყო კარტების დათრევა მაინც მოვასწარი.
ვა, საყოლ როსტომ, ძალიან კაია ე. მე ძმაო, ამის მეტი რა ვიცი, კორონას დროს საავადმყოფო ავაშენე თარსულაში 2 დღე ნახევარში. დამკვეთი გამყლევდა ძმაო, შევიყოფილხარო. ხო, ძალიან კარგი. წადი ახლა. თმები რო არ მქონდეს დატყლეზილი ამაზე მაგრად ვიღადავებდი. მართლა მაგრად გაუკეთებია. ბიჭებს დაურეკე რომ მოვიდნენ? კი, წესით უკვე უნდა მოვიდნენ. რა ხდება დიდ თავრაზეა? ნელა იყავი, პაჭო. ბოღმისგან გული არ გაგისკდეს. მაგიდაზე ნახე რა დევს? პონლიკ, თავზე რა დაგემართა? ეს არაფერი, გადავიპარსე რა, ტვინის მუშაობას აუმჯობესებსო. თავი მსუკან ცერათიც გიგავს შეჩემა. გონი თავი კი არა მზის პანელია, ტელეფონს დამატენინე, პოლიკ. ტიპი ამოტრიალებულ კვერცხს გავს, ტიპი ტრაქს გავს, ოღონდ ხვრელის გარეშე. ვაინა გალავა. მოდი, დაბაგარეთ ძმა. აი ბიჭო დამშვიდდი, მე რო თავი გადამპარსე დაგავიწყდა? მაგის გამო სტრელკები კი არ დამინიშნავს. რა წარსულს მახსენებ ძმა? გამოდი და გავარკვიოთ აბა ყველაფერი. კაი ხო, წამო. სად მიდიოდნენ ეს ბავშვები? ხო, ნახე რა ხის სახლი წამოუჭიმავს შენ შვილს? ეს რა არის მაგიდაზე? ეს მგონი ვიცი რაცა, პაჭოს რაღაც ჩატლახური დიალოგები ვუყიდე რა, გასართობი მაგედეს თამაშია, მაგრამ ეს რაღაც სხვა ვერსია აშკარად, ეს მგონი რაღაც იმისავით იქნება, სიმართლიან მოქმედების პონჩი. ასწორებს. მოვცხოთ? რა აზრი აქვს მაო, კარც რო თამაშობ, სულ ნერვები გეშლებათ და გარბი ხართ ხოლმე. აუ მიდი მეც ხოძე ვარ, მოვცხოთ, არ გავიქცევით არსად. შენ წინაზეც ეგრე ამბობდი ძმა, ახლაც ასე იზამთ. არ ვიზამთ, დავაგინო? დააგინე ძმაო. მოკლედ, ვითამაშოთ და ვინც ძმაო თამაშის დასრულებამდე ადგეს და წავიდეს იმის დედავატირე მე. მოსულა. მოკლედ რიგრიგობით ამოვიღოთ კარტი, მე ნიუტონთან გადავა, ნიუტონი შენთან და ასე. გაიძრე ერთი რამ რაც გაცვია ან დალიე ორჯერ. სულ ესაა ძმაო, აგერ ქუდს გავიხდი. როცა ჩვენ დასალევი რო არ გვაქვს აქ? ანუ რაც არ უნდა ამოვიდეს, უნდა გავაკეთოთ. რამე ისეთი რომ ამოვიდეს? ძმაო დაიწყო, დაგინებულია, უნდა გააკეთო. აი დამშვიდდი, ისეთი რა უნდა ამოვიდეს შენ კიდე. ჩემი ჯერია. აღწერე ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც სექსი გქონია ან დალიე. რავი ძმაო, შავი პარასკევის აქციაზე. მან ჩეკი არა ნახევარ საქართველოს გქონია. კაი, ანუ ჩემი ჯერია. მიიწიეთ ერთმანეთისკენ ისე რომ სადაცაა აკოცოთ, მაგრამ შეიკავეთ. 2 წუთის განმავლობაში ვინც ვერ შეიკავებს სვამს. ეს რა არის კაცო? ამას თამაშობენ ჩვენი შვილები? დაგინებულია ძმაო, უნდა ქნათ, ან არა და გეწერებათ. რა მინდოდა რა? კაი. პარო. კაი საკმარისია. ახლა ჩემი ჯერია, ხო? ხა, მიდი, მეშინია. კაი რაცა ეგა? აულოკე რამე შენს პარტნიორს? ოპა. დევი აქ სასმელი არ გვაქვს, ხო? არა, არ გვაქვს. ნამდვილად არ გვაქვს? არა. ხო და მაშინ ჩვენი დედაცმო ყალ შემეწეროს მკიდია ძმაო, მე ამას არ გავაკეთებ. დავითარცები ფიშლა ტიპები არ მევაცები მაშებს საუყრი და მოვდებს სკოლას თელი ქარცულა მაფასებს ხოდა სტერეოტიპებს რომ მივსელებენ თარსულელები მასულელებენ სუთასულები თავსგასულები შაუ ჩვენზეა დათარსულები კაიგაიოს დამშვიდი დათარსულები მეგრელების ბრალია დათარსულები